გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ მე, კატო და ხმის რეჟისორი ნინო ეჩხიკიძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ასეთი ბიჭის შესახებ. ვინ იქნება ასეთი ბიჭი, ამას ძალიან მალე მიხვდებით. თავად წერდა დიდება ისევე როგორც სიბრმავე, მე თანდათანობით მიახლოვდებოდა, მე არასოდეს მიძებნია ის და არც არასოდეს ველოდებოდი. ასეთი ბიჭი ხორხე ლუის ბორხესი. მსოფლიო დიდება მას 60 წელს გადაცილებულს ეწვია და მეოთხე საუკუნის შემდეგ ის გარდაეცვალა დახონძლული ჯილდოებით, პრემიებით, ორდენებით და მისთანებით. 1961 წელს მას სემუელ ბეკეტთან სანახევროდ მიანიჭეს პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ფორმენტორი და აქედან დაიწყო მისი მსოფლიო სახელი და დიდება. მისი ნაწარმოებების თარგმნა დაიწყეს სხვადასხვა ენებზე, გამოცემა ასევე თავისთავად ცხადია მას ეპატიჟებოდნენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ლექციების დასაკითხად. მანამდე მის ბავშვობაში რომ გადავინაცვლოთ, ეს ყველაფერი დაიწყო ამადა ამ წლის, ამადა ამ თვეს, ამადა ამ რიცხვში დაბადების ადგილი არგენტინა, ბუენოს-აირესი. მამა ხორხე გილიერმო ბორხესი ასეთი ბიჭი იყო, ისიც სუსტი მხედველობა ჰქონდა და ის იმედოვნებდა, რომ ვაჟი აცდებოდა, მისი ვაჟი აცდებოდა ყოფას, ასეთად ყოფას. მისი იმედი არ გამართლდა და პატარა ბიჭობაშივე უმცროსმა ბორხესმა სათვალე მოირგო. 27 წლის ასაკში მას პირველი ოპერაცია გაუკეთეს და სულ 8 ოპერაციის გადატანა მოუწია მას, თუმცა საბოლოოდ მაინც შედეგი სასურველ შედეგს ექიმებმა ვერ მიაღწიეს და 55 წლის ასაკში მან თვალის ჩინი დაკარგა. შეღება მის უფრო ადრეულ ასაკს რომ დავუბრუნდეთ ისევ და ისევ, ის თავისი მშობლების სახლში ბედნიერად გრძნობდა თავს პალერმოს კვარტალში. შემდგომში წერდა მაღალი ცხაურის მიღმა გავიზარდა სახლში, სადაც იყო ბაღი და წიგნები და დღემდე არ გამავსულ ვარ ამ ბიბლიოთეკის ლაბირინთიდან. მამა ადვოკატი, ფსიქოლოგიის პროფესორი, ანარქისტი, ვაჟ ჯორჯის ასე ეძახდნენ ხორხე ლუის. შინ ჭადრაკის თამაშისას ზენონის აპორიების შესახებ ესაუბრებოდა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაატარებდა. მეოთხე საუკუნის შემდეგ უმცროსი ბორხესი ამ ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა, თუმცა ის პერიოდი, როცა ჩვენ მასზე ვსაუბრობთ, არის როცა ის ჯერ კიდევ ენციკლოპედიის კითხვით იქცევს თავს ამ ბიბლიოთეკაში. პატარა ბიჭობაში ის თავის დასთან ნორასთან ერთად თამაშობდა, გამუდმებით იატაკზე წამოგორებული კითხულობდა და ძალიან უყვარდა ზოოპარკში სეირნობა. მოგვიანებით ძალიან დიდ დროს ატარებდა ის ვებხვების გალიასთან და აჯადოვებდა მას ეს ყვითელი და შავი ზოლები ვებხვების და მოგვიანებით როგორც ამბობენ, როცა მან თვალის ჩინი დაკარგა, მხოლოდ ამ ორი ფერის გარჩევა შეეძლო, ყვითელის და მუქი რუხის და ის რომ აი ესე იზიდავდნენ მას ვებხვები, სამაგიეროდ ძალიან აფრთხობდა მას ლაბირინთებიანი ნახატები და სარკეები. მას ეგონა რომ ერთ დღესაც იქ ჩაიხედავდა და ვიღაცა სხვა დახვდებოდა და არა საკუთარი ანარეკლი და უკვე როცა მწერალი გახდა და წერას მოკიდა ხელი, კარგად მოგეხსენებათ, ვისაც გიყვართ მისი შემოქმედება, რამხელა ადგილი უკავია ეს ლაბირინთებს, სარკეებს, ვებხვებიც ძალიან ჩანდნენ მის შემოქმედებაში. სკოლაში შევიდა 11 წლის ასაკში. და აი მაშინ დაიწყო უსიამოვნებები, ინგლისურ კოსტიუმებში გამოწყობილი პატარა და სუსტი აღნაგობის სათვალიანი ჭკუის კოლოფი ცემატყებისთვის იყო ზედგამოჭრილი. სკოლიდან მალე გამოიყვანეს და სხვა სკოლაში მიაბარეს და არც იქ არ მოსწონდა მაინც და მაინც ის ხო ასეთი ბიჭი იყო.
მერე იყო ის რომ ოჯახი გადავიდა ჟენევაში 1914 წელს და აი აქ მან როგორც იქნა მიიღო ბაკალავრის დიპლომი კალვინის ლიცეუმში და მისი ცხოვრების ერთ-ერთი აურაცხელი პარადოქსებიდან ერთ-ერთი არის სწორედ ის რომ ყველაზე განათლებული მწერალი, ყველაზე ნაკითხი ადამიანი იყო კაცი, რომელსაც არასოდეს აი ამ კალვინის ლიცეუმის შემდგომ არსად არ უსწავლია და ამ დროს ყველა მოგვიანებით ყველა რაც კი მიანიჭეს მას დოქტორის ხარისხი ეს ყველა იყო საპატიო, ანუ ჰონორის კაუზა. მის ზარღვებში მიედინებოდა ესპანური ინგლისური სისხლი, თუმცა თავად როგორც თვლიდა და ვარაუდობდა და იკვლევდა და ყოველ შემთხვევაში ადამიანმა ალბათ უკეთ იცის თავად ვისი შთამომავალია, მისი ნათესავები ბორხესები პორტუგალიიდან იყვნენ, ხოლო აი დედის მხარე ასევედოები ისინი იყვნენ მონათლული ებრაელები. ინგლისური სისხლი და სუსტი მხედველობა მას ბებოსგან ფრენსისისგან ერგო, რომელსაც ფანის ეძახდნენ, ის სტაფორდშირიდან ჩავიდა თავისი გათხოვილეთის მოსანახულებლად, ეს იყო ძალიან ესეთი ღვთისმოსავი ქალი, ღვთისმოსავი მხრივ, რომ ბიბლიას არასოდეს არ უშორებდა ამ მხრივ, სხვა მხრივ ვერაფერს მოგახსენებთ, როგორი რამდენად კარგად ესმოდა მაზის, რასაც კითხულობდა, ეს სხვა გადაცემის საქმე და საკითხი და ამიტომ ბებო ფანისთან მხოლოდ იმაზე შევჩერდეთ, რომ როცა ჩავიდა ეს არგენტინაში, ეს ძალიან ისე რომანები არის ისეთი სასიყვარულო რომანები და ახლობით ისე განვითარდა მის თავს მოვლენები, აქ ერთ-ერთ მეჯლისზე გაიცნო პოლკოვნიკი ბორხესი და ესე შემოეყვარათ მათ ერთმანეთი. ისინი ძალიან მალე დაქორწინდნენ, თუმცა 3 წლის შემდეგ პოლკოვნიკი ბორხესი ერთ-ერთ შეტაკებაში დაიღუპა და ახალგაზრდა ქვრივი 2 ბავშვით მარტო დარჩა და ფანი ესე ბოლომდე ვერ აითვისა, ვერასოდეს ვერ აითვისა საბოლოოდ ესპანური და ამიტომაც ინგლისურ ყაიდაზე მოაწყო შენ ყველაფერი, თავისი ინგლისი მოიწყო არგენტინაში და მისი ორივე ვაჟი საუბრობდა როგორც ესპანურად, ასევე ინგლისურად, ხოლო თავად ჯორჯი გაიზარდა ესეთი კლასიკურ ბილინგვად ჩამოყალიბდა პატარა ბიჭობაში ის ენებს ურევდა, ერთმანეთში ურევდა სიტყვებს და წეღან ჩემი წამასწროლილი სკოლა ცაშკა ჩემი ბილინგვების ბრალია და ესე ურევდა ერთმანეთში სხვადასხვა სიტყვებს ურევდა ენისა და კითხვა დაიწყო სხვაჯერს ინგლისურად და პირველი წიგნები რაც მან წაიკითხა იყო ინგლისურენოვანი წიგნები და ყველაზე ესეთი ის არის რომ მოხდა ისე რომ პირველად დონ კიხოტი ინგლისურად წაიკითხა. მოგვიანებით ორიგინალში რო წაიკითხა ძალიან მოეწონა და მოიხიბლა. წერა როცა დაიწყო ჯერ კიდე არ ქონდა გადაწყვეტილი ის რომელ ენაზე ეწერა, ფრანგულადაც ცადა ლექსების თხზვა, თუმცა ძალიან მალე აიღო ამაზე ხელი. და საბოლოოდ სასწორი ესპანურისკენ გადაიხარა. მოგვიანებით თავად ამბობდა, რომ პირველი თავში მასული სიტყვა სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ყოველთვის იყო ინგლისური. მაგრამ და ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ის წერდა ინგლისურად ფრაზებს და მერე თარგმნიდა ამ ფრაზებს ესპანურად, საკუთარ ნაწერს ესპანურად თარგმნიდა და ისე შეჰქონდა ნაწარმოებებში, მაგრამ თავი მიზეზი იმისა, რადგანაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა ის, რომ ესპანურენოვანი მწერალი გამხდარიყო, იყო ის, რომ ის სიზმრებს ხედავდა ესპანურად და თავად ლიტერატურას კიმისთვის სიზმრები მართავდნენ, ასე წარმოედგინა და ასე ხედავდა ის და სხვაჯერს ამბობენ, რომ კარგი რომ აირჩია ესპანური ენა და სწორედ ამით შეიქმნა და ამით იშვა ნამდვილი ბორხესი, იმიტომ რომ ბებო ფანისგან ასწავლე ინგლისური იყო ძალიან ძველმოდური და რა გამოვიდა და ამისგან კაცმა არც ყოველ შემთხვევაში ბევრი არაფერი და დიდი არაფერიო. ამის შესახებაც ესე საქმეში ჩახედულ ხალხს უნდა ვენდოთ ამ ყველაფერზე და როგორ ვითარდება მერე
მოვლენები მისთავს ამის შესახებ გვაქვს რო ვისაუბროთ კეთილი. მოკლედ ამ წერლად გახდომის მეთოდი მოგიხსენებათ იმდენივეა და იმდენივენაირი, რამდენიც ადამიანი არსებობს და ესე ვიღაცა თავის პირველ წიგნს ღრმა ასაკში წერს, ვიღაცა კი უკვე ძალიან პატარა ბიჭობაში გადაწყვეტს იმას, რომ მწერალი უნდა გახდეს და ბორხესმა ეს 6 წლის ასაკში გადაწყვიტა. 7 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი მოთხრობა, 20 წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი ლექსები და რეცენზიები ჟურნალებში. 24 წლის იყო, როცა გამოიცა თავისი ლექსების პირველი კრებული, გაიყიდა 27 ეგზემპლარი და ის თავის ესე არჩინებულ, არა უფრო ცნობილ ადამიანად თვლიდა უკვე. გამოვიდა მისი 3 ისე კრებული პროზაული, ასევე ის წერს ძალიან მუნდომები წერს თან ავტორობით წერს და არის ძალიან ნაყოფიერი, იმიტომ რომ პირველი 10 წლეულში თავისი ესეთი სამწერლო საქმიანობისა გამოაქვეყნა 250 დაწერა და გამოაქვეყნა 250-ზე მეტი ნაწარმოები. მის მხრებს ამძიმებდა მწერლობის ორმაგი ამბიცია, ერთი საკუთარი და მეორე მამის, იმიტომ რომ ხორხე გილერმო ბორხესი, რომელიც სწრაფად კარგავდა მხედველობას, ის გატაცებული იყო ასევე წერლობით, მას ჰქონდა გამოაქვეყნა რომანი კაუდილო, რომელსაც სამწუხაროდ არ ქონია მაინც და მაინც დიდი წარმატება და გარდაცვალების წინ როგორც ცნობილია მან თავის ვაჟს სთხოვა რომ იქნებდა მისი ეს რომანი გადაეწერა, რაც საკმაოდ ისეთი ძიმეშრომა უნდა ყოფილიყო ბორხესისათვის, იმიტომ როგორც ხალისობენ მისი ყველაზე ლიტერატურული, მისი ყველაზე ესეთი იმ პერიოდისათვის მისი მისი ყველა მოთხრობა იყო ძალიან მოკლე მეტრაჟიანი, ესე ვთქვათ. და 928 წელს ის მამის სეფსისით გარდაიცვალა, ხელი გაიჭრა შემთხვევით ფანჯრის სრაფაზე და ეს ამბავი მას აღწერილი აქვს თავის მოთხრობაში სამხრეთი. და აი სწორედ იმ პერიოდში ის იწყებს სხვაგვარად წერას და საავადმყოფოში წოლისას პიერ მენარის სიუჟეტი მოიფიქრა და აი ამ დროიდან დაიწყო ნამდვილი ბორხესი, რომელსაც ეძახიან და რომელიც ჩვენთვის ცნობილია. ასე მანამდე არცად არავინ არ წერდა და ასე მანამდე არცად არავის არ უაზროვნია. ჩვენ ახლა რადიო მიდისეთ ერთ დაუთმობთ საინფორმაციო გამოშვებას და შემდგომ ისევ გავაგრძელებთ საუბარს ხორხე ლუის ბორხესის შესახებ, რომელსაც შინ მოფერებით ჯორჯის ეძახდნენ და რომელსაც ესეთი ინგლისური ესპანური ნაზავი სისხლი ჰქონდა. თქვენ თუ კი რაიმე სურვილი გექნებათ, რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ მასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოდი, ტელეფონი კი 219 არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ხორხე ლუის ბორხესის შესახებ. ეს იყო ბიბლიოთეკარი, რომელსაც თვალისჩინი არ ჰქონდა და ეს იყო მოგზაური, ისე რომელსაც თვალისჩინი არ ჰქონდა და რომელიც როგორც თავად ამბობდა, დიდება ისევე როგორც სიბრმავე მე თანდათან მიახლოვდებოდა, მე არასოდეს მიძებნია ის და არც არასოდეს ველოდებოდი. ასეთი ხორხე ლუის ბორხესი წერდა ისე როგორც არავინ სხვა ისეთი და ასეთი ხორხე ლუის ბორხესი აზროვნებდა ისე როგორც არავინ სხვა ისეთი. როგორ გრძელდება მისი ცხოვრება, მას შემდეგ რაც აი უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიბადა ბორხესი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ანუ ის შედგა როგორც მწერალი და გაუჩნდა მას თავისი ესეთი განუმეორებელი საკუთარი სტილი
და აზროვნება ალბათ მაინც მეჭი მაქვს რომ ყოველთვის ასეთი ქონდა უბრალოდ მე ამ ყველაფერმა იჩინა თავი და რა ხდება მის თავს გარდა იმისა რომ ჩვენ უკვე დავამთავრეთ სკოლა ასევე კალვინის ლიცეუმი დავამთავრეთ და არ არსებობს ამის შემდგომ არ მიგვიღე არანაირი განათლება თუმცა ონორის კაუზა მიიღო საპატიო პროფესორი იყო ის არაერთი უნივერსიტეტის და ყველა მის ეს შემდგომი ხარისხი დოქტორის იყო ესეთი ონორის კაუზა მისი ცხოვრება მიეკუთვნებოდა ისეთი ყაიდის ცხოვრებას მიეკუთვნება რომელზეც ამბობენ რომ მდიდარი არ არის მოვლენებით და მთავარი რაც იყო და რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში ეს იყო მთავარი მოვლენები მის ცხოვრებაში იყო წიგნები საკუთარი სხვისი დაწერილი და ეს ძალიან ცნობილია ამბობენ რომ მისი ცხოვრება მდიდარი არ იყო მოვლენებით იმიტომ რომ ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდებოდა მის სიზმრებში 1901 წელს ის ევროპიდან დაბრუნდა და ეს ლიტერატურული არის ისევ დაკავებული ლიტერატურული შრომით ის აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს ასევე რედაქტორობას უწევს ჟურნალებს და სხვადასხვა ჯგუფებს ლიტერატურულ დაჯგუფებებში იყო ის გაერთიანებული არ მგონია ეს თქვენთვის მაინც და მაინც საინტერესო იყოს ეს არის ხოლმე რომ ადამიანები ეძიებენ ალბათ საკუთარ თავს ხან რომელ დაჯგუფებაში გაერთიანდებიან ხან რომელში მაგრამ მე მაინც მგონია რომ ის ერთადერთი დაჯგუფების ერთადერთი წევრი იყო ბორხესის დაჯგუფების გამომდინარე იქიდან რომ კრიზისი ანადგურებდა ოჯახის ყოველგვარ ესე დანაზოგს 1927 წლიდან მოყოლებული 1956 წლის ჩათვლით ეს წლები იყო ყველაზე რთული მის ცხოვრებაში და ყველაზე უამურად მოსაგონებელი ის მუშაობდა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ამავდროულად დაწერა ძალიან დიდი წილი თავისი ცნობილი მოთხრობებისა და ამავე დროს მან დაიწყო ინგლისური ლიტერატურის თარგმნა დადიოდა პროვინციებში ლექციებს კითხულობდა 1955 წელს პერონის რეჟიმის დაცემის შემდგომ მას შესთავაზეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტი და ამ პოსტიდან ის 1973 წელს წავიდა პერონისტების ხელმეორე მოსვლისას ხელისუფლებაში და აქედან მოყოლებული ამ დროიდან მოყოლებული კაცი რომელიც თითქმის 40 წელი არ გასულა არგენტინიდან უმეტეს დროს თავისი ცხოვრებისას საზღვარგარეთ ატარებს. ამ ნაწილში გადაცემის ჩვენ ვისაუბრებთ მისი სასიყვარულო რომანი ამბების შესახებ, თუმცა ეს დეტალურად არ ჩავეცდებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს მაშინ ისევ და ისევ სხვა გადაცემა გამოვიდოდა და არა ასეთი ბიჭის ხორხელოის ბორხესის შესახებ. უბრალოდ 2000 სიტყვით ახსენოთ ის თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას თავად ქალებს და შეყვარების მიმართ ის ამბობდა რომ შეყვარება ნიშნავს რელიგიის შექმნას რომლის ღმერთიც შესაძლოა შეცდომებს უშვებდეს. ის გამოცანა იყო ყოველმხრივ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და ერთ-ერთი ესეთ გამოცანა და რჩება მისი ესეთი პირადი ცხოვრება. უამრავი ქალი იყო მის გარშემო მისი ცხოვრების მანძილზე მდივანი ქალები, თანაავტორები, უბრალოდ თაყვანისმცემელი ქალები, მეგობარი ქალები და ის ამბობდა რომ მას მეგობარი ქალი უფრო მეტი ყავდა ვიდრე უბრალოდ მეგობარი, გამუდმებით უყვარდებოდა ხანვინ ზოგჯერ ორ ქალს ერთდროულად იყო შეყვარებული და ბიოგრაფებმა აღმოაჩინეს ესეთი გატაცებების მთელი ათეული წყვილი და ესე ბორხესის შეყვარებული დაახლოებით თითქმის პროფესია იყო. ყველაზე ხშირად მაინც ისე გამოდიოდა რომ ეს ჩვენი შეყვარებული ბორხესი უარს იღებდა იმ ქალებისგან ვინც უყვარდა, ქალები მისგან იღლებოდნენ, ის იყო მეტისმეტად რომანტიული და მეტისმეტად ეგზალტირებული. ზოგჯერ ისე ხდებოდა რომ ეს შეყვარებულობა უფრო სერიოზული სახეს იღებდა მისთვის და
იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მის ცხოვრებაში ესტელა კანტო, რომელიღაც წელს გაიცნო და ეს 23 წლის მზეთ უნახავი მუშაობდა მდივანქალად და ოცნებობდა მსახიობის თუ მწერალი ქალის კარიერაზე, არჩევანის წინაშე ედგა და ვეღარ გადაეწყვიტა როგორც ჩანს და მათ საკმაოდ ისეთი საერთო ლიტერატურული გემოვნება აღმოაჩნდა, ძალიან ხშირად ცერნობდნენ ერთად ბორხესის საყვარელ ადგილებში, ბორხეს მაგრამ ხელის თხოვა, ამ ახალგაზრდა ქალმა უთხრა, იქნებ ცოტა ხანს ერთად გვეცხოვრაო და რაღაცა ეს ბორხესისთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა თურმე და ამიტომაც ეს ამბავი ძალიან ისე დასრულდა, არა იმით, რომ ის საკურთხეველთან აღმოჩნდა, არამედ იმით, რომ ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში ამაყო თავი. მისი კიდევ ერთი მისი საცოლეთა რიგიდან ერთ-ერთი იყო მარია ესტეს ვასკესი, ის 19 წლის ასაკში ესე შემოეყვარა ბორხეს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც საბოლოოდ ბოლომდე ვერ შემოეყვარა და არ შედგა მათი ქორწინება. თუმცა მთელი მისი ესე ცხოვრების მანძილზე მისი ყველაზე მთავარი ქალი მისი ცხოვრების იყო მისი დედა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ის დონა ლეონორი და დედის გარდაცვალებამდე ის 99 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ის ჭრიდა მის ყველა ყოფით პრობლემას, ყველა ფინანსურ საკითხს, ის იყო თვალისჩინი საკუთარი შვილისა, როცა მან მხედველობა დაკარგა, ის იყო მისი მდივანი ქალი, ახლდა მას ყველგან, სადაც ის მიემგზავრებოდა. ავიენები ამბობენ, რომ როცა პაემანზე მიდიოდა ის დედას უბარებდა ამ ყველაფერს და ეუბნებოდა ვისთან მიდიოდა, სად მიდიოდა და შინ დაბრუნებული მე აუცილებლად უყვებოდა სად იყო და დედის წყალობით მას თითქმის არ ქონდა შეხება ესეთი ყოფით საკითხებთან, მას აღარ უწევდა შეხვედრა და შეხლა შემოხლა და ის არ ვიცი, ამბობენ რომ ოცნებობდა რომ დაქორწინებულიყო, თუმცა მე ვერ წარმომიდგენია რომ ასეთი კაცი რომელსაც საკუთარ თავთან ძნელად მოსწყინდებოდა იმაზე ეოცნება რომ იქნება და ვინმეზე დაქორწინდა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ის იყო ერთი მთლიანი, რომელსაც არანაირი სხვა ნახევარი არ ჭირდებოდა და ის ხომ არ იყო რაღაცა წამლის აბი, რომელსაც ორი ნახევარი აქვს. ესე იყო თუ ისე რაღაცა ისე მაინც იყო რომ ოჯახი ცდილობდა თითქოს მის დაქორწინებას, მაგრამ დონა ლეონორს არავინ არ მოსწონდა და თვალში არ მოსდიოდა, ზოგს არ ქონდა სათანადო წარმოშობა მისთვის, ზოგი მეტისმეტად ახალგაზრდა და მეტისმეტად ლამაზი იყო და ერჩვენიერ დღესაც დონა ლეონორა მაინც ესე გაჩარხა შვილის ქორწინება, ეს იყო დაახლოებით ქორწინება, როცა შენს გარეშე დაგაქორწინებენ, იქ რომ არ ხარ და ამ დროს გადაწყვეტენ ამ ყველაფერს. ეს ქალი იყო ელსა ასტეტე მილიანი, 27 წლის ასაკში შეყვარებული იყო მასზე ბორხესი, ხელიც თხოვა, თუმცა მან უარის ტკიცა. ამ შემდეგ ელსამ გათხოვებაც და დაქვრივებაც მოასწრო და დონა ლეონორის თვალსაზრისით ის შესაფერისი პარტია იყო მისი ვაჟისთვის, ეს იყო ისეთი კარგი დიასახლისი იყო, მისი ვაჟის თანატოლი იყო, ამავე დროს იყო ისეთი დარბაისელი ქალი, ბორხესის ქალი, მეგობრები მას ახასიათებდნენ როგორც ჩვეულებრივ ქალს, რომელმაც არ იცოდა ენები და შინჯდომა უყვარდა. დაიწყო მათი ოჯახური ცხოვრება და 3 წლის შემდეგ ბორხესი ფაქტურად ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გაექცა ცოლს. ეს მისი გაქცევა მოაწყო ამერიკელმა მთარგმნელმა დი ჯოვანიმ, ის ლექციებზე შეთანხმდა, მოაგვარა ლექციები და დაგეგმა პროვინციაში შეეძინა ბილეთი. ფაქტობრივად ტაქსში შეჭმუჭნა ბორხესი
და შინიდან გასვლისას ბორხესმა ცოლს ისიც კი უთხრა ვახშმისთვის რა მოემზადებინა და რა დაეხვედრებინათ მისთვის და ამის შემდგომ ის აღარასოდეს აღარ დაბრუნებულა ცოლთან, ის ისევ და ისევ დედასთან ერთად ცხოვრობდა და ელსასთან გააფორმა ესეთი სამოქალაქო ხელშეკრულება გააფორმა იმის შესახებ, რომ ისინი ცალ-ცალკე იცხოვრებდნენ. რამდენად სწორად მოიქცა და რამდენად ესე რაინდულად ის თქვენ დავეთ განსაჯეთ, როცა დაიბარებ ვახშმად რა დაგახვედრონ და თან იცი რომ არ დაბრუნდები, მაგრამ რა ვიცით რომ იცოდა რომ არ დაბრუნდებოდა, იქნებ ფიქრობდა ეგებდა დაბრუნდე და ვახშმად არ დავჩეო. დაახლოებით ამავე პერიოდში და ამავე დროს ჩდება მის ცხოვრებაში სულ სხვა ქალი, ეს არის მარია კოდამა, რომელიც თითქმის 40 წლით უმცროსი იყო ბორხესზე. ის იყო მამით იაპონელი და დედით გერმანელი. სემინარიაში ანგლოსაქსური ლიტერატურით იყო ანგლოსაქსურ ლიტერატურაზე მუშაობდა და სწორედ მან შეუცვალა ბორხეს გარდაცვლილი დედა, გახდა მისი მდივანი, გახდა მისი თვალები და ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობდნენ, მათ თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარეს და წიგნი, რომელიც მათ ერთად დაწერეს, ეს იყო ატლასი ამ თავიანთი მოგზაურობების შესახებ და ტექსტი იყო ბორხესის, ფოტოები კი იყო მარია კოდამასი და როგორც ჩანს, ის ძალიან ბედნიერი იყო მარიასთან ერთად. 1985 წლის მიწურულს ბიოპსიამ დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ღვიძლის კიბო და მან გადაწყვიტა, რომ ჟენევაში გამგზავრებული იყო თავისი ყმაწვილკაცობის ქალაქში. რატომ ეს კიდევ ერთ-ერთი გამოცანაა მისი ცხოვრების, რომელიც არავის ამოუხსნია, როგორც ამბობენ. ალბათ კაცმარცის დაიღალა იმ მომეტებული ყურადღებისგან, რასაც მისი თანამოქალაქეები და თანამემამულეები მის მიმართ იჩენდნენ. ის ბუენოს აირესში ფაქტობრივად ესე ეროვნული განძი იყო, ეროვნული საკუთრება და მას ყველას ცნობდა ქუჩაში. ამბობენ, რომ ექსკურსიებს აწყობდნენ ექსკურსიამძღოლები მის სახლში, მის ბინაზე და თითქოს და ესე გაექცა ის ყველას და ყველაფერ თავისი ყმაწვილკაცების ქალაქში. 1986 წლის აპრილში მან სამოქალაქო ქორწინება გააფორმა მარია კომადოსთან და მოგვიანებით გაირკვა, რომ მან გაცილებით ადრე მანამდე მას მთელი თავისი ავლადიდება და ქონება დაუტოვა. ის გარდაიცვალა 14 ივლისს და დაკრძალეს ჟენევის სასაფლაოზე კალვინის საფლავიდან არცთუ ისე მოშორებით. ესეთი იყო ამბავი ასეთი ბიჭის ხორხე ლუის ბორხესისა, რომელსაც შინ ეძახდნენ ჯორჯის და რომელსაც ეს სახელი და დიდება სიბრმავესთან ერთად მიუახლოვდა თანდათან, როგორც თავად ამბობდა. თუ კი თქვენ ერთხელ მაინც აკიკითხავთ ბორხესი და დარწმუნებული ვარ, რომ აკიკითხავთ, მაშინ ალბათ თქვენც ფიქრობთ, რომ აი სწორედ ის სიტყვები, რომელსაც ის ამბობს კლასიკური წიგნის შესახებ და როგორც ის მას აფასებს, კლასიკური ეს წიგნია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით შეგულიანებული თაობები ერთი და იგივე თავგამოდებით და აუხსნელი ერთგულებით კითხულობენ, მათ რიგში არის ბორხესის ნაწარმოებებიც. ჩვენ გადაცემა აქ დავასრულოთ. შეიძლება უფრო მეტი საუბარი მის შესახებ, მაგრამ აქ მაშინ უნდა მე ამბო თქვენთვის მისი აურაცხელი სასიყვარულო თავგადასავლები, ვისთან დადიოდა, როგორ დადიოდა და ასე შემდეგ, რაც თქვენ დანამდვილებით გონია, რომ სულაც არ გაინტერესებთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მადლობა ნინა მეგობრობისთვის, გემშვიდობებით უსმენთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.